გამარჯობა, მე ვარ მოსკა და დღეს გასწავლით სახლის პირობებში, როგორ დავამზადოთ პატარა ნაძვის ხე. ჩვენ ვამზადებთ ახლა მასალას, მე ჩემი ბაღიდან არსებულს ვიყენებ ნაძვს და პირაკანტას სამფერში. თქვენ შეგიძლიათ ან უბანში შეიძინოთ რაც იყიდება, ან უბრალოდ ეზოში თუ გაქვთ მცენარე მოწყვეტოთ და გამოიყენოთ. თუნდაც სათამაშოები დაკიდოთ ნაძვის ხეს. დაგჭირდება სპეციალური ღრუბელი ოაზისი ფლორისტებისთვის, რომელსაც იყენებენ, მაგრამ თუ ძალიან გეჩქარებათ და სახლში პენოპლასტიც გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჩვეულებრივი დანა, სეკატორი ან მაკრატელი, სამზარეულოს ფოლგა, ნებისმიერი მავთული და უბრალოდ რაიმე ჭურჭელი ნაძვის ხის სადგრად გამოსაყენებლად. ნაძვის ხის გასაფორმებლად ლოგიკურია დაგჭირდება ნაძვის ტოტები, რამდენიმე რომ მოუჭრათ სხვადასხვა ზომაზე და გაჩვენებთ შემდეგ როგორ გავაფორმოთ. ვიწყებთ ოაზისის ფორმირებით, უნდა მივცეთ კონუსის ფორმა. ძალიან მარტივია, ჯერ გვერდებს ვაჭრით. ოაზისი აუცილებლად უნდა იყოს წყლით გაჟღენთილი კარგად, რომ მცენარემ დიდხანს შეინარჩუნოს სიცოცხლე. დიდი ფორმირება არ ჭირდება, მარტივად უბრალოდ ძირითადი სამკუთხედი რომ მივიღოთ. დანარჩენს ფორმას მივცემთ ნაძვებით. ეხლა ვიყენებთ ფოლგას როგორც დამეტებით ჭურჭელს, რომ ოაზისიდან გამოსული წყლით არ დავაზიანოთ მაგიდის ზედაპირი, რომელზეც დავდებთ ნაძვის ხეს. ვაკეთებთ ჩარჩოს. რომ იყოს მყარი და ვუკრავთ გარშემო. აი ეს. სახლში მოვუძებნოთ ან ბებიის ლენტი, ან რაიმე ნაჭერი ნებისმიერი, რომელიც მოგწონთ, მოუჭრათ სასურველ ზომაზე, რომ ეს ვერცხლისფერი ქაღალდი დავფაროთ. მარტივად შეგვიძლია თუ არ გვაქვს წება, არსებული მავთული, რომელიც ისედაც გვჭირდება, მოვჭრათ, მოვხუნოთ და შევარჭოთ, რომ ნაჭერი დავამაგროთ შიგნით. გაჩვენებთ, როგორ უნდა მივცეთ წვეტიანი ფორმა მცენარეს, რომ მარტივად შევიდეს ოაზისში და არ ვიწვალოთ. ანუ უნდა გადავჭრათ ცერად ტოტი და ბასრი პირით აუცილებლად ცოტათი უნდა გავთავოთ, ასე ვთქვათ, ტოტი. ეს უკვე ძალიან მარტივად შევა შიგნით. ცოტა დახრა უნდა მივცეთ, რომ ბუნებრივად წავიდეს ფორმა და ნელ-ნელა დავიწყოთ შევსება. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფორმის ნაძვები, ან საერთოდ შეიძლება ნაძვი არ იყოს და ნებისმიერი სხვა მცენარე გამოიყენოთ. თქვენი გემოვნების და შესაძლებლობების მიხედვით. პირველ ეტაპზე ვცდილობთ, რომ დავფაროთ ოაზისი და შემდეგ უკვე მივყვებით ფორმირებას. იმისთვის რომ თავი გავუკეთოთ, ვიღებთ რამდენიმე ცოტა გრძელ ტოტს, ერთმანეთზე ესე ვაწყობთ ხელით და მავთულით ვიწყებთ დახვევას და ნელ-ნელა ვაძლევთ ფორმას. ხუნავთ სასურველ ფორმაზე და ვსვავთ ცენტრში. ეხლა ვიყენებთ უკვე დეკორაციებს. მე ვიყენებ პირაკანტას, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი არსებული მცენარე ან თუნდაც სათამაშოები. იგივე პრინციპით ვჭრით ცერად და ვსვავთ ოაზისში. ჩვენი ნაძვის ხე დასრულდა. საბოლოო შტრიხით დავდოთ არსებულ ჭურჭელზე და ეს გამოიყურება აი ასე.